კიდევ ერთხელ მოგესალმებით მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მე ნინო სალუქვაძე ვარ ვაჯამებთ დღის მთავარ სიახლეებს. ოპოზიციისა და NGO სექტორის სპეკულაციები აგვისტოს ომის თარიღით და წლების შემდეგ შეცვლილი რიტორიკა. სახელმწიფო გუნდი იმ კამპანიას იხსენებს, რომლითაც ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო გამოცხადდა. თუმცა მოგვიანებით გარე დავალების შედეგად შეიცვალა და მას შემდეგ როცა რაც უტყუარი ფაქტებით დადასტურდა 7 აგვისტოს საომარი მოქმედებების მიმდინარეობა. ქართულ ოცნებაში ხაზს უსვამენ, რომ უახლესი ისტორიის შეფასება ვიწრო პარტიული ინტერესების ნაცვლად მხოლოდ ობიექტურ რეალობას უნდა ეფუძნებოდეს. ისტორიის გადაწერის მცდელობა და გარე მითითებით შეცვლილი ნარატივი. მმართველი გუნდი აქცენტს საინფორმაციო ომსა და იმ ნარატივებზე აკეთებს, რომლითაც წლების განმავლობაში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებდნენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში იმ კამპანიას იხსენებს, რომელსაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აგვისტოს ომთან დაკავშირებით აწარმოებდნენ. ნინო წილოსანი ამბობს, რომ ოპოზიციამ და კონკრეტულმა NGO-ებმა ომის თარიღთან დაკავშირებული რიტორიკა გარე დავალების შესაბამისად შეცვალეს, როდესაც ფაქტებით დადასტურდა 7 აგვისტოს საომარი მოქმედებების მიმდინარეობა, რაც აგენტურისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იყო. ფიქრობ აუცილებელია აგვისტოს ომის თემას და ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ სპეკულაციებს კვლავ მივუბრუნდეთ, რადგან როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, რადიკალური აგენტურა ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის აქტიურად იყენებს. ნურავინი ფიქრებს, რომ სააკაშვილმა და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა მიდგომა შეცვალა. რეალურად, როდესაც ფაქტებით დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებები უკვე მიმდინარეობდა და 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად წარმოჩენა აგენტურისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იყო. გარე დავალებების შესაბამისად, მომენტალურად შეცვალეს ნარატივი და ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო დასახელდა. ნინო წილოსანი იხსენებს, რომ კონკრეტული NGO-ები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო. თემის პროპაგანდისთვის სოროსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სპეციალური ინტერნეტ გვერდიც კი შეიქმნა სახელწოდებით 080808. თუმცა, როგორც კი ახალი მითითება მიიღეს, ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტო გამოაცხადეს. თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას კარგად ახსოვს აგენტურის ის სამარცხვინო კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ის ეგრეთ წოდებული NGO-ები, რომლებიც რეალურად ქვეყანაში დესტაბილიზაციის მთავარ წყაროს წარმოადგენენ და იმავე გარე პატრონების აგენტურას წარმოადგენენ. მანამ სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, ისინიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული NGO-შნიკები, მაგალითად გიორგი ბურჯანაძე და საბა ბრაჭველი აპიარებდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულზე ღიად და საჯაროდ მიმდინარეობს დისკუსია, როდესაც აშკარად იკვეთება გარე ძალების ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, მათი აგენტურა კი გაშიფრულია. დღეს ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული მოვლენების შეფასება ემყარებოდეს ფაქტებს და არა პოლიტიკურ ინტერესებს. აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიაა და მისი გამოყენება ვიწრო პარტიული მიზნებისთვის დაუშვებელია. მმართველ პარტიასა და ხალხის ძალაში ამბობენ, რომ წინა ხელისუფლება და დღევანდელი ოპოზიცია წლების განმავლობაში ომის დაწყების თარიღს 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ. მეტიც, მათი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში რუსული სამხედრო შენაერთების საქართველოში შემოსვლის თარიღად 8 აგვისტოა მითითებული. თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ თარიღის ცვლილება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელისუფლება შეიცვალა. აღნიშნულ ფაქტს კი სახელმწიფო გუნდში ნაცმოძრაობის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მცდელობა დაფასებენ. სოროსის ფონდს გვერდზე შექმნილიც კი ქონდა სპეციალური გვერდი და მანდაც აღნიშნული იყო ომის დაწყების თარიღად 2008 წლის 8 აგვისტო. შესაბამისად მე როდესაც გაიაზრეს მათმა პატრონებმა რომ 8 აგვისტო მათთვის ამ დამღუპელი იქნებოდა პოლიტიკურად და მათი მიზანი იყო რომ 2008 წლის ომის შემდეგ ისინი შეენარჩუნებინათ ხელისუფლებაში, მათ გასცეს დავალება, მისცეს ამ რადიკალებს დავალება რომ გადაეკეთებინათ თარიღი და ომის დაწყების თარიღად აღენიშნათ 7 აგვისტო. შესაბამისად, აქაც ისინი დავალების მიხედვით მოქმედებდნენ. ეს ციფრებით მანიპულირება ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ნაცმოძრაობის სტილია ზოგადად 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო, მაშინ როდესაც თავად არა ერთხელ აღნიშნეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და იმის შემდგომაც რამდენიმე წელი, რომ ეს მოხდა 8 აგვისტოს. მათ შორის ფილმი გადააღებინეს, კარგად გვახსოვს 080808. მათი დაკვეთით გადაიღეს ეს ფილმი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ამას გარდა დოკუმენტები არსებობს, მათ შორის სააკაშვილის ბრძანება.
სახელმწიფო პარტიაში საზოგადოებას ასევე შეახსენებენ, რომ ომიდან 2 თვეში ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა დოკუმენტს, სადაც ჩაიწერა, რომ კონფლიქტის ესკალაცია ახალ ეტაპზე გადაიყვანა ქართული სამხედროების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამ ჩანაწერზე ხელის მოწერა კი მმართველი პარტიის შეფასებით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ღალატი იყო. ამ ყველაფრის ფონზე სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, რომ დღეს, როდესაც ქვეყნის წარსულზე ღია მსჯელობა მიმდინარეობს, ისტორიული მოვლენების შეფასება არა პოლიტიკურ ინტერესებსა და გარე მითითებებს, არამედ მხოლოდ ობიექტურ ფაქტებს უნდა ემყარებოდეს. ერებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობა და ჰიბრიდული ომის ახალი ტალღამ მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რას ემსახურება ის შეკვეთილი რუსოფობიული კამპანია, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება და რომელზეც პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას ვრცლად ისაუბრა. ქართულ ოცნებასა და საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ აგენტურული ძალების პროვოკაციების მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაზიანება და კონფლიქტის ესკალაციაა. ეს ადამიანები მოქმედებენ დავალებების შესაბამისად. როდესაც 2008 წელს მოხდა მათი სამშობლოს ოკუპაცია, ისინი მაშინ არ გაბრაზებულან და პირიქით გვახსოვს ჩვენ როგორ ხდებოდა მათი ლიდერი რუს ტურისტებს საზღვართან, ეპატიჟებოდა საქართველოში, ეპატიჟებოდა ბიზნესის გასახსნელად. შემდეგ გვახსოვს ჩვენ როგორ დაუჭირა მხარი მან რუსეთის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. როდესაც დაიწყო ომი უკრაინაში, შემდეგ მათ მიიღეს დავალება, რომ ისინი უნდა გაბრაზებულიყვნენ ამაზე და გამხდარიყვნენ ალბათ ანტირუსები. ამ დავალების შესრულებასაც ისინი უმწიგლოდ შეუდგნენ და რას ემსახურება ახლა ეს რუსოფობია? ხო გახსოვთ თქვენ, როდესაც ომი დაიწყო 2022 წელს იყო მსვლელობა ჩვენ ჩავებით რუსეთთან ომში. როდესაც ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ იყო მსვლელობა, რომ ჩვენ დაგვეწესებინა ეკონომიკური სანქციები. აი სწორედ ამასთან უნდა გავალოთ ჩვენ ახლა პარალელი იმ მოთხოვნასთან სანქციების დაწესების. ეს არის ცდელობა, რომ ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა. აგვისტოს ომის შემდგომ ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთის ფედერაციას. ამაზე მეტი რუსული საქმე რა შეიძლება გააკეთოს ვინმემ საერთოდ და ესენი და ამავდროულად ინვესტიციას ეხვეწებოდნენ, რომ აქ რუსებს გაეკეთებინათ და ასე შემდგომ. და დღეს ახლა საუბრობენ ვითომ რაღაცა რუსოფობიაზე და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამას ემსახურება, რომ როგორმე ან პოლიტიკური, ან ეკონომიკური რაღაცა კრიზისი შექმნან, მათ შორის შეასუსტონ სახელმწიფო ინსტიტუტები, ეს მიზანია სწორედ ამათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს. უწყების თანამშრომლებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად 560 ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თემის შესახებ მეტ დეტალს მედია ილურიძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დავაკავეთ. ბრალდებულების სამგზავრო ჩანთის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება 560 აბი პრეგაბალენი. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება 560 აბი პრეგაბალენი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261 და 263 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პრეპარატები, კერძოდ 560 კაფსულა პრეგაბალინი, რომლის კანონმდებლობით შემოტანა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აკრძალული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, როგორც შემოტანა, ასევე გატანა
მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება. დაკავებულების უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ძმები არიან, თუმცა ერთი მათგანი ირანის, ხოლო მეორე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. ასევე ადვოკატის განცხადებით ამ ეტაპზე ის არ ფლობს დანაშაულის შესახებ დაკავებული პირებიდან დამატებით ინფორმაციას, რადგან ორივე მათგანი დუმილის უფლებით სარგებლობს. ვინაიდან ისინი სარგებლობენ დუმილის უფლებით, პოზიციები არ მაქვს მათთან შეთანხმებული ამ ეტაპზე და ამ ფაქტობრივ გარემოებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საგრძნობლად გამკაცრდა. სახელმწიფო უწყებები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ ფართომასშტაბიან საგამოძიებო მოქმედებებს. სამართალდამცველთა მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და რეალიზაციის ბრალდებით არაერთი პირი იქნა დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 6 პირი დააგავა. დაკავებულია საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე. გამოძიება 2 სხვადასხვა საქმეზე მიმდინარეობს. პირველ შემთხვევაში დანაშაულებრივმა ჯგუფმა თურქეთის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვისა და დოკუმენტებში საზღვრის კვეთის ყალბი შტამპების დასმის სანაცვლოდ ჯამში $17,500 გამოსცალა. მეორე საქმეზე კი საქართველოს მოქალაქემ თურქმენეთის მოქალაქეს ქვეყანაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებისთვის $4,000 მოსთხოვა და პირობის შეუსრულებლობის მიუხედავად თანხის ნაწილი მიისაკუთრა. ჩადენილი დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლის სამართლის 2 სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მოსამართლის განჩინებების საფუძველზე საქართველოს 5 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქესთან ერთად წარმოადგენდა თაღლითურ დანაშაულებრივ ჯგუფს, საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს $14,500 ASH სანაცვლოდ ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაპირდა, თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა. დაზარალებულს გასული ჰქონდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა, რაც ცნობილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისთვის. შესაბამისად, მოგვიანებით დაკავებულ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკის იმავე მოქალაქეს დაუკავშირდნენ და $3,000 ASH სანაცვლოდ საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნაში შეუწყეს ხელი. კერძოდ, აღნიშნული პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით საზღვრის რეალური კვეთის გარეშე პირადობის მოწმობით მგზავრობის შემოსვლისა და გასვლის ფორმაში განათავსეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები. რაც შეეხება სისხლის სამართლის მეორე საქმეს, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში დროებით მყოფ თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეს გასდიოდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა, საქართველოს მოქალაქე კი $4,000 ASH სანაცვლოდ დახპირდა მას საზღვარზე გაყვანას და შემდგომ უკან შემოყვანას ისეთი ფორმით, რომ კანონიერად გაგრძელებოდა საქართველოში ყოფნის ვადა. ბრალდებულმა ვერ შეასრულა დანაპირები, თუმცა მაინც მოითხოვა და მიიღო თანხის ნაწილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. $4,000 parası var abi. 2.000 verecek. 2.000 verecek. Taksime para veriyor. Oradan bekliyor. Bakıyor, arabayla geçiyor. Sigorta parası ödüyor. Ne kadar alırsan $800 mı paylaşar? 900. Tamam. Bir zaman bunu geçecek. Bitti. İşte para versin ya. Tamam. Sonra yok. Yani da o benim yerde kalsın. Geri çıkış yapıyor. Bak sen kendin biliyorsun. Bak dedin ben geçiririm 3.500 dedin al abi. 3.000 dedin KGB al abi. 7.000 dedin pasaport al abi. $1.000 dedin mühürler. Geliyor. Evet 5.000. O $5.000. Problem yok abi.
პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების სამსახველი ფოტოები და ისინი სოციალური ქსელით რამდენიმე პირს გაუგზავნა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 14 აგვისტოს დააკავა. შადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კვებმო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად აგრარული და საწარმო ობიექტები მოინახულა. დავით სონღულაშვილი ადგილზე გაიცნო შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას, მარნეულის სასურსათო ქარხანასა და კომპანია ლომთაგორაში პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების პროცესს. ვიზიტის დეტალებს ჩორენა აროშიძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. სოფლის მეურნეობის სექტორის კიდევ უფრო განვითარებისთვის პროფესიული განათლების გაძლიერება, ადგილობრივი ნედლეულის წარმოება და მისი გადამუშავება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიმართულებებს ეხებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ქვემო ქართლში. დავით სონღულაშვილი სოფელ სარკინეთში მდებარე შვეიცარულ აგრარულ სკოლა კავკასიას ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას, სასწავლო პროცესსა და საწარმოო მიმართულებებს გაეცნო. აქ სტუდენტები ფერმერისა და რძის პროდუქტების წარმოების პროფესიულ პროგრამებს ეუფლებიან და თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ. შვეიცარიული ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზეც გადის. მნიშვნელოვანი ის სტანდარტი, რომელსაც ეს საგანმანათლებლო ცენტრი თავაზობს ახალგაზრდებს, კონკრეტულად მეცხოველეობის მიმართულებით და ეს აძლიერებს კიდევ ერთხელ რეგიონს, აძლიერებს მის აგრარულ პოტენციალს, აგრეთვე მნიშვნელოვანია ის გადამამუშავებელი წარმოება, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ რეგიონში შეგვხვდა სამეცნიერო წრესთან ერთად და ხორბლის მხარდაჭერ ჯგუფთან ერთად ქონოდა განხილვა ლომთაგორაში იმ გამოწვევებთან მიმართებით, რომელიც დღეს ხორბალთან მიმართებით დგას. ჩვენ ამ შეხვედრების დროს ხვდებით ბიზნესმენებს, ვეცნობით მათ საჭიროებებს, მათგან წინადადებებს ვიღებთ, რომლებსაც შემდგომ ვიყენებთ გარკვეული ამ გამოწვევების გადასაწყვეტად და სამომავლო ჩვენი სტრატეგიების დასაგებად. მომავალშიც მუნიციპალიტეტი და მერია მზად არის, რომ ჩაერთოს ამ პროექტებში, ხელი შეუწყოს ჩვენი ახალგაზრდების და მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებას. თავაზობთ დაინტერესებულ პირებს, როგორც გრძელვადიან პროგრამებს ამ მიმართულებით, ასევე მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებს. დავიწყეთ 2021 წელს მივიღეთ ავტორიზაცია და უკვე 6 წელია ვახორციელებთ ამ პროგრამებს. ესენი არის ძირითადად არსებული ფერმერებისთვის, არსებული რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმოებისთვის, ვისაც უნდა რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს. მინისტრი მარნეულის სასურსათო ქარხნის საქმიანობასაც გაეცნო და წარმოების პროცესი დაათვალიერა. ქარხანაში ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება და 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტის წარმოება ხდება. საწარმო ძირითადად ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციას ქარხანა პარტნიორი კომპანია მარნეული აგროსგან და 150-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერისგან იბარებს. პროდუქცია გათვალისწინებულია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე მზადდება საექსპორტოდ. ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე განსაკუთრებით მოთხოვნადია ქართული ტყემალი, კიტრის მარინადი და აჯიკა. სარეკორდო მოსავალს ვამუშავებთ წელს 2 მაქს თითქმის და პარალელურად მიდის ახალი საწარმოს მშენებლობა. წლევანდელი წელი ჩვენთვის ძალიან რთულია, რადგან ორივეს ერთად გაკეთება გვიწევს, მაგრამ ასევე სასიხარულო, რომ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე წარმოება ჩაეშვება 2027 წლიდან. ქართული ხორბლის განვითარება და სელექცია სოფლის მეურნეობის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამ კუთხით მუშაობს მარნეულის მუნიციპალიტეტში კომპანია ლომთაგორა. დავით სონღულაშვილმა კომპანიის სასოფლო სამეურნეო სავარგულები დაათვალიერა და ხორბლის წარმოებისა და სელექციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ლომთაგორა ხორბლისა და სიმინდის მოყვანას, სათესლე მეურნეობას, მეცხოველეობასა და აგროპროდუქციის გადამუშავებას ახორციელებს.
აღიარებს. კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართული ხორბლის ჯიშების გამოცდა და განვითარებაა. ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ეკონომიკისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, წარმოების მხარდაჭერა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლება, ჩვენი სამინისტრო აქტიურად ამ მიმართულებით გამს შესაბამის ნაბიჯებს. ჩვენი სამომავლო გეგმა არის, რომ სათესლე მეურნეობა განმავითაროთ, უფრო მეტი ბენეფიციარი გვყავდეს და ასევე მათგან შევიძინოთ ჩვენი სათესლე მასალისგან მიღებული მოსავალი და შემდეგ უკვე გადავამუშავოთ და გადამამუშავებული სახით მივაწოდოთ ქსელებს და შემდეგ მომხმარებლებს. რეგიონში ვიზიტების ერთ-ერთი მიზანია ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და ფერმერების მხარდაჭერა. სამეგრელოს რეგიონში კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოღვაწეების შეხვედრები ახალგაზრდებთან აქტიურად გრძელდება. მორიგი ღონისძიება ზუგდიდში ზვიადგამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში გაიმართა, სადაც რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და მსახიობი გია აბისალაშვილი აბაშელ ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კულტურის მნიშვნელობასა და შემოქმედებით პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრეს. პროექტი პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ამ წუთებში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში სპექტაკლი ხალდეს ჩვენება იმართება. ამ შეხვედრაზე რაც ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი და დასაფიქრებელი იყო, რომ ესენი ითხოვენ დიდი წყვეტა არის აბაშაში თეატრალური ცხოვრების და იქნება რამენაირად თუ გვერდით დაგვიდგეთ, რომ აი ეს ცხოვრება, თეატრალური ცხოვრება გავაცოცხლოთ და ისევე განვახლოთ, როგორაც ეს წლების წინ იყო და ჩვენ აუცილებლად დავფიქრდებით ამაზე და პრაქტიკულად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აბაშაში ნანალა დაიწყოს თეატრალური ცხოვრება და აი მეც და ბატონი გია აბისალაშვილიც დავპირდით, რომ ჩვენი რესურსით, ჩვენი მეგობრებით ყველანაირად ჩავერთვებით ამ საქმეში. ჩვენ ვისაუბრეთ რა აი ჩვენს შემდგომ ურთიერთობებზე, ჩვენს მომავალზე, როგორ რანაირად უნდა წარიმართოს ჩვენი ურთიერთობები, რა შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ იმ ახალგაზრდებს, თქვათ, ვინც აი ხა დღეს ბრძანდებოდნენ მათი ანთებული თვალებით, ესენი ჩვენი ქვეყნის მომავალი და ძალიან ბედნიერებაა, რომ თვითონაც დაინტერესებულები არიან ამ სპექტაკლით და ამ ურთიერთობით საერთოდ და ესეთი ურთიერთობები ალბათ ძალიან ბევრი უნდა იყოს. ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ, რომ ესეთი იდეა გაგორცელებია და გვეთქვა, რომ ჩვენთან ჩამოსულიყო თეატრი და მიგვიღო ამ თეატრში მონაწილეობაც კიდევაც ასევე. კარგია, რომ ესეთი შეხვედრები ტარდება, ახალგაზრდები ინტერესდებიან უფრო მეტად და ერთად უნდა გავაღვივოთ ეს ძველი ფესვები ჩვენი და ტრადიციები დავაბრუნოთ და ძალიან კარგი შეხვედრა იყო დღეს და დიდი სიამოვნებით ველოდებით ხვალიდან დღეს რომ ვუყუროთ აბაშაში თეატრს. ასეთი იყო დღის მთავარი სიახლეები. მადლობა რომ გიყურეთ, მე გებშდობებით ნახვამდის.